აი დღეს აკითხული, აი პროფესორად წირვაზე, აი ერთ-ერთი ესეთი მინიშნება მქონდა, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ამის შესახებ, რომ ვიპარებოდეთო ურთიერთასო, რათაო ერთობით აღიარებდეთო, რა უნდა აღიაროთ ერთად. ეს არის ღმერთის დიდებაში რომ ერთად ვიყო და წინაპირობა რა არის? სიყვარული და ვისი სიყვარული? ერთმანეთის სიყვარული. აქედან გამომდინარე წინა ქადაგებაში ვთვლი და კიდევ ვიტყვი, რომ უნდა შეგვიძლოს ერთმანეთის მოსმენა. და აქცენტი იმაზე კი არა, მოდი შენ მომისმინე. არამედ აქცენტი იმაზე მე მზათავარ რომ შენ მოგისმინე. სიყვარულს ეს აქვს, რომ პირიქით იქით რა შემიძლია გავაკეთო, თორე ეგოიზმია, კიდაც თითქოს ერთნაირია, რომ აბა შენ რა შეგიძლია, ჩემ შეგიძლია მომისმინო. ეს მდგომარეობა აბა როგორია, როგორი ხასიათი აქვს და მე შემიძლია შენ მოგისმინო. სხვადასხვა ხასიათია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ყველა ბედნიერებას უწევს. ვინც გინდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. მაღლაც თავობაში, იქ გარეთ უწევს, ყველას ბედნიერებამდე და ბედნიერება ერთობის გარეშე არის წარმოუდგენელი და ეს ერთობა არის ქრისტესთან ერთობა იწყება, იმიტომ რომ ქრისტე აერთიანებს, ოროდი ყოფს. ამიტომ თუ ვიქნებით უფალთან, ეს ერთობა გვექნება, ექნება ქვეყნებს ერთობა, ექნება მთელ მსოფლიოს ერთობა რაში ღმერთთან სიყვარულში და მშვიდობაში, მერე ღმერთთან ერთობა გამოიხატება სწორედაც კეთილგანწყობაში, იმაში რომ დაუკვირდებთ ერთმანეთს, იმის რომ მიმართული იქნება არა ეგოიზმისკენ, აი დაუკვირდებით მთელ ისტორიას, ადამიანს რა უშლიდა ხერს სულიერი მდგომარეობა. ეგოიზმია და ეგოისტური ადამიანი რას აკეთებს? მე მინდა, მე უნდა გამდიდრდე, მე უნდა მოვიხვეჭო, მე უნდა ავაშენო, მე ჩემთვის. მუდმივად ეს პრობლემაა. გმირები ვინ არიან? გმირები სწორედ ის ადამიანები, ვინც ამბობს ჩვენ, ჩემი სამშობლო, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქუჩა არის ეს. ეს ჩვენია სულ ყველას, სამშობლო ყველასი არის. ეს ხო ჩვენი ოჯახი არის. ღმერთი ერთია და ამ ჭეშმარიტების გაგება აუცილებელია, რომ ადამიანები მიხვდნენ ამ